ყოველწლიური პარიზული მარათონი ამჯერად ყველაზე მასობრივი გამოდგა. 106 ქვეყნიდან ჩასულმა ათობით ათასმა ადამიანმა ქალაქის ქუჩებში 42 კილომეტრი გაირბინა. ფინიშთან მონაწილეთა რაოდენობამ საგრძნობლად იკლო, თუმცა ისინიც, ვინც დისტანციას სრულად ვერ გაირბინა, პარიზში დაბრუნებას მომავალ წელსაც აპირებენ. სირბილი დავიწყე მაშინ, როდესაც ბრძოლი მოვიყვანე. ჩემი მეუღლე კარგი მზარეულია და ამიტომ ცოტა გავსუქდი. ექიმმა მითხრა, ან სპორტით დაკავდი, ან მედიკამენტები მიიღეო. მე აბებს სირბილი ვამჯობინე. აცხადებს მარათონის ერთ-ერთი მონაწილე. სირბილი საფრანგეთში სპორტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობაა. სტატისტიკური მონაცემებით ამ ქვეყანაში სირბილით ყოველი მერვე ადამიანია დაკავებული. გამონაკლისი არც საფრანგეთის პრეზიდენტია. ნიკოლა სარკოზი მალტაში დასვენების დროსაც დარბის და პარიზში სამუშაო დღის დაწყების წინაც. საფრანგეთის პირველი პირი სირბილის დროს პრემიერ-მინისტრთან ფრანსუა ფიიონთან თათბირის გამართვასაც ახერხებს. პარიზის მარათონის გამო წელიწადში ერთხელ პარიზის ქუჩებში საავტომობილო მოძრაობა იკრძალება. მთელ მსოფლიოში ათობით მარათონი ტარდება, თუმცა მათ შორის პარიზის ყველაზე პოპულარულია, რადგან მისი მარშრუტი დედაქალაქის ულამაზეს ქუჩებზე გადის. პარიზის მარათონში გამარჯვებული არ ვლინდება. აქ მთავარი არა რეკორდის დამყარება, არამედ საკუთარი თავის დაცლევაა.